დაწესდა თუ არა საქართველოში უვიზო მიმოსვლა დამატებით 17 ქვეყანასთან, როგორიცაა მაგალითად ავღანეთი, სირია ან ნიგერია. სოციალურ ქსელში უვიზო მიმოსვლაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ მკითხველების შეცდომაში შეიყვანა. რეალურად დამატებით 17 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა მხოლოდ მაშინ შეეძლებათ, თუ მათ ქალფის სახელმწიფოების, ანუ ნავთობით მდიდარი ქვეყნების, საუდის არაბეთის, ემირატების, კატარის, ბაჰრეინის, ქუვეითისა და ომანის გრძელვადიანი ვიზა ან ბინადრობის ნებართვა აქვთ. აღსანიშნავია, რომ ნახსენები დოკუმენტებით ამ ქვეყნებიდან ადამიანებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა ამ დრომდე შეეძლოთ. 2025 წლის ცვლილებაში სიახლეა ჩანაწერი უვიზოდ შემოსვლისთვის სავალდებულო დოკუმენტის, ქალფის ქვეყნების ბინადრობის უფლებისა და ვიზის ვადების შესახებ. ცვლილებების მიხედვით უვიზოდ მხოლოდ ის პირები შემოვლენ, რომლებსაც საზღვრის კვეთისას 1 წელზე მეტი ვადის მქონე დოკუმენტი ექნებათ. მსგავსი ჩანაწერი 2015 წლის დადგენილებაში არ გვხვდებოდა და ამ ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ შემოსვლა შეეძლოთ, თუ ქალფის სახელმწიფოების ვიზა ან ბინადრობის უფლება ჰქონდათ, მათი ვადის მიუხედავად. სლად ამ თემაზე მითების დეტექტორზე წაიკითხავთ.